ესეც შეიძლება მოვას, რომ ბოლომდე არავინ არ ვიცნობს სინამდვილეში. ვიტირე მომეშვა ავდექი და მეთქი ვსო. ანუ ამაზე აღარაფერზე აღარ ვიფიქრებ. იმდენი რაღაც გამოვიარე ამ ასაკში, ჯერ 19 წლის ვარ, მაგრამ იმდენი რაღაც მაქვს უკვე გამოვლინი, რომ ბევრი გულის გაცრუებები მქონდა ამ პროექტებში და რაღაცნაირად მინდოდა, რომ არ გავჩერებული ვიყავი და რამე სხვა მეცადათ ამ voice იყო ბავშვობიდან ჩემი ოცნება. ყოველთვის მე პირადად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანები იყვნენ, რომელსაც არ უნდათ, რომ მე ჩემი ძალების მაქსიმუმი გამომეჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იყო ამ ზენიტში გაქნენ, გაუჩინარდნენ, იმიტომ რომ არის ალექსანდრე აღარ ვიყავი, ვინც უნდათ რომ ყოფილიყავი. ვერ ამერჩევა სწორს ვერ მაძლევდა. გარდა დამცირებისა და რაღაც ანუ ისეთი კომენტარების, რომ აი თან ბავშვი ხარ? თან ბავშვი ვარ 13 წლის. თან დედისგან შორს ხარ, ვინც ოჯახის გარეშე. სიურად ოჯახისგან. მე შენი ფანი ვარ, ამით იწყება მესიჯი. თვლი რომ იღბლიანი ადამიანი ხარ? კი. იმიტომ რომ ამერიკაშიც ყავს დედა და საქართველოშიც არაჩვეულებრივი. შესაძლებელია ამ გადაცემასაც უყუროს. ახლა პირდაპირ უთხარი და დაელაპარაკე მისთვის გასაგებ ენაზე. 3 წლიდანაც ინტერვიუებზე ვარანამყოფი, ეს იყო ჩემთვისაც ერთ-ერთი კი არა ყველაზე საინტერესო ინტერვიუ და მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის წარმოდგენია ესპანურ-ინგლისური ენების აკადემია SEA, რომელიც გთავაზობთ შესაძლებლობას შეისწავლოთ მსოფლიოს წამყვანი ევროპული ენები: ესპანური, ინგლისური, ფრანგული, იტალიური და გერმანული. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას. სწავლა შესაძლებელია როგორც აკადემიაში, ასევე ონლაინ ფორმატშიც. SEA აკადემიით დაინტერესების შემთხვევაში თქვენ ძალიან მალე შეგიძლიათ რომ ნახოთ ჩვენს არხზე რუბრიკაში ბიზნეს ამბავი საინტერესო სიუჟეტი აკადემიის დამფუძნებელ ნინი ხვედელიანთან. დღევანდელი ჩემი გადაცემის მხარდამჭერია გეშტალტ ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი, სპეციალისტი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის უკეთგაცნობაში, ემოციებთან დამეგობრებასა და შინაგანი ბალანსის პოვნაში. იანას თერაპიული სივრცე თბილისში, აბაშიძის ტერმინალში მდებარეობს. აქ თქვენ დაგხვდებათ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც შეგიძლიათ მოусმინოთ საკუთარ თავს და პროფესიონალის მხარდაჭერით გადადგათ ნაბიჯი თქვენი უკეთესი ვერსიისკენ. იანასთან დაკავშირება შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ნომერზე ან მის პირად Facebook გვერდზე. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იანას, რომელსაც მაღალი პროფესიონალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია ჩემს წინა გადაცემაში. მყავდა სტუმარი, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და კიდევ ბევრი სხვა პრობლემები აქვს. ამ გადაცემის ნახვის შემდეგ კი ქალბატონმა იანამ გადაწყვიტა, რომ ეკას ჩემს სტუმარს სრულად უსასყიდლოდ მოემსახუროს და თერაპიების კურსი ჩაუტაროს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა იანას და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც ეკას ამბავი გულთან ახლოს მიიტანა და თუნდაც ერთი ლარით დაეხმარა მას, რადგან ჯანმრთელობის გარდა მას კიდევ ბევრი ყოფითი პრობლემებიც აქვს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ გულისხმიერებისთვის, იმ ადამიანებს, რომლებიც მიკავშირდებოდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. თითოეულ ადამიანს, რომელმაც უბრალოდ ერთი კარგი კომენტარი დაწერა, მინდა გითხრათ, რომ ყველა კომენტარს კითხულობს, ყველა ჩვენ სოციალურ ქსელში ეკა და თითოეული თქვენგანის თბილი კომენტარი მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, განსაკუთრებით კლინიკები, რომლებიც ეკას და მის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, გაუმჯობესებაში დაეხმარებიან და მოკლედ მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ადამიანების გაჭირვება ასე გულთან მიგაქვთ. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაცემას, ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაცნაირად ისე მიეწყო, რომ საკმაოდ მძიმე თემები მქონდა, საკმაოდ სენსიტიური თემები იყო, მაგრამ დღევანდელი გადაცემა აღარ იქნება ასეთი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის ძალიან პოზიტიური, ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი ჩემს თვალწინ გაზრდილია.
და რატომ? დაახლოებით 1/10 წლის წინ პირველი დიდი წარმატება, როდესაც ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში იყო და დიდ სცენაზე დადგა და დიდ წარმატებას მიაღწია, იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. მაშინ მე ერთ-ერთ რადიოში ვმუშაობდი, ჩემი საავტორო გადაცემა მიმყავდა და მისი წარმატება მოკლედ ესე პირველმა გავიზიარე, ერთ-ერთმა პირველმა გავიზიარე მე, იქ გავიცანი და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა, რომელიც გრძელდება დღემდე და დღემდე მე მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. საქართველოში აღარ ცხოვრობს ეს ადამიანი, მაგრამ ხშირად სტუმრობს ხოლმე სამშობლოს და როდესაც საქართველოში არის, ყოველთვის ვცდილობ რომ მოვინახულო და ამ გადაცემის ფორმატშიც არ გავუშვებდი ამ შესაძლებლობას და ალექსანდრე ზაზარაშვილი მომღერალი არის დღეს ჩემთან ერთად. მადლობა ჩემო საყვარელო იმისთვის რომ ესე მასპინძლობ შენს მშობლიურ მხარეში. მადლობა შენ პირიქით რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. ხო, მე ძალიან მიყვარხარ შენ და მართლა 10 წელი გავიდა თითქმის, ხო? მე მაქვს ფოტოს სხვათა შორის და ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. სულ სხვანაირი იყავი, შენ მე მგონი მეც ცოტა სხვანაირი ვიყავი. ცოტა სამი ამდენი ვიყავი. მე ცოტა ახალგაზრდა ვიყავი. ის პერიოდი იყო შენი პირველი წარმატება, ხო? კი, პირველი დიდი წარმატება იყო ზუსტად ეგ პერიოდი Voice-ში, როდესაც გამომდიოდი და მახსოვს რომ დამირეკე მივიყვანეს ხალხს რაღაცა ჩუქარიც მაჩუქე იქ რომ ვიყავი და კი, და ძალიან ისეთი სასიამოვნოდ გასახსენებელი პერიოდი იყო და ამის შემდეგ მოვდივართ და მიხარი რომ კიდევ ერთად ვარ. კი, და ეხლა მინდა რომ აი მის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ესე გადაცემის ფორმატში მე და შენ უშუალოდ არ გქონია კომუნიკაცია და მინდა რომ ჩემს მაყურებელს, ჩემს გადაცემას ქვია შენი ამბავი. შენი ამბავი მოუყვე, სულ თავიდან დავიწყოთ, ესე ქრონოლოგიურად გავყვეთ და ის გზა წარმატებამდე და ის გასავლელი გზაც, რომელიც გაქვს მომავალში, კარგად მოუყვეთ და ისეთი ამბები მინდა მომიყვე, რომ მე ვიცი შენ ინტერესის სფერო ყოველთვის ხარ, ჩემი კოლეგების და მინდა ისეთ რაღაცებიც მითხრა, რაც სხვასთან ჯერ არ გითქვამს და იმედი მაქვს რომ ასე იქნება. მოდი თავიდან დავიწყოთ შენი ამბის მოყოლა, სად დაიბადე, გაიზარდე და როგორი ბავშვობა გქონდა? დავიბადე, გავიზარდე ამ სახლში. ნუ არ დავიბადე, ხო საავადმყოფოში დავიბადე რა თქმა უნდა, მაგრამ გავიზარდე ამ სახლში, სოფელ რუისში. და არ ვიცი, ბავშვობიდან დაინახეს ჩემში სიმღერის ნიჭი და ძალიან ადრეული ასაკიდან მე მიყვანეს სიმღერაზე. პირდაპირ არ შევუყვანივარ, იმიტომ რომ ჯერ ჩემი დადა დიოდა ჩვენი სოფლის გუნდში და ჩემო ბოლო საყურებლად წამიყვანა რომ მომესმინა და დავსწრებულიყავი და დავიწყე აყოლა გუნდზე და მასწავლებელი გაჩერდა უნდა და გაიგო რომ ვისი ხმა იყო, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული ხმა მოესმა და ნელ-ნელ ჩემსკენ წამოვიდა. ნელ-ნელ კი მეძე და ნელ-ნელ ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს უთხრა რომ ამას ისეთი მონაცემები აქვს, რომ უკვე იმის და მიუხედავად რომ 3 წლის არის შეგვიძლია რომ გუნდში ჩავსოთ, რომ აქედანვე დაიწყოს. და ვიცი, ჩემი დათანხმდნენ, შემიყვანეს და 4 წლის ვიყავ, როდესაც პირველ ფესტივალზე გამოვედი. მე უკვე დაახლოებით 6 წლის ვიყავ უკვე, როდესაც სოლოზე გადავედი და საესტრადო სიმღერები მივიყვანეს გორში ერთ-ერთ ცნობილ მასწავლებელთან, ნანა სამხარაძესთან, ანსამბლ აიაში და აქედან უკვე დაიწყო ჩემი სოლო კარიერა, უკვე გავდიოდი საესტრადო სიმღერის კონკურსებზე, პირველ საერთაშორისო კონკურსზე გავედი 9 წელიწადში ბულგარეთში. ერთადერთი გრან-პრი იყო და ანუ მოცეკვავეებს და ყველა ასაკის ჯგუფს ვაჯობე ჟიურის ქუნებით და უცხო ქვეყანაში, სადაც 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ბულგარეთში, ავიღე გრან-პრი და ეს იყო ჩემი დიდი. წარმატებას თავიდანვე შეეჩვია. კი, სხვათა შორის და ერთ მხრივ ძალიან კარგი იყო, ერთ მხრივ ცუდი იყო, იმიტომ რომ მე უკვე ელოდები მაგ ყველაფერს. მარცხი გამიჭირდა უკვე. ხა ძალიან პატარა ასაკიდან იყო ეს წარმატებები და როდის მიხვდი რომ ეს უბრალოდ ჰობი არ იყო და პროფესიად უნდა გექცია? ჩემები იმდენად გადართულები იყვნენ ჩემზე და რეპეტიციებზე, რომ ფაქტიურად ყოველთვის ვიცოდი რომ ჰობი არ იყო, თუნდაც აი 3-4 წლის რომ ვიყავი, ანუ გუნდის გაცდენა ეს რაღაც წარმოუდგენელი რამ იყო. არასოდეს არც კი მქონია ესეთი შეგრძნება და ესეთი მომენტი, სადაც ვფიქრობდი რომ მუსიკა უბრალოდ ჰობი იყო. ყოველთვის ძალიან პროფესიონალურად და ვიცოდი რომ ეს უნდა მეკეთებინა. და სხვა პროფესიაზე არასდროს არ გიფიქრია? არა. გარდა მაშინ როდესაც გარდატეხის ასაკი დაიწყო და ჩემმა ხმამ შეცვლა როდესაც დაიწყო, მაგ პერიოდში უკვე დავიწყე რომ აი რა შეიძლება კიდევ რომ აი ვაი და არ დაბრუნდეს ხმა ისეთი არ იყოს, რა არის შესაძლებლობა. მაგრამ ანუ ხელოვნებას მაინც არ გავუწდი, სიმღერების წერა დავიწყე. სხვათა შორის რაღაც ორი მხარე მაქვს. ერთი არის რომელიც აი ძალიან
ესეთია სცენის ტიპი, აი გახსნილი, უნდა რომ ყველამ დაინახოს და ეს ყველაფერი ასაც ვაკეთებ, მაგრამ ასევე მყავს ძალიან ინტროვერტი, ჩემში ესე ვთქვათ, აი ორი ადამიანი ცხოვრობს. ის რა არის, ვის რასაც ამაყურებელი არ იცნობს. ხო და აი ეგ არის ზუსტად. ყველა რომ აი ეს ერთი შეხედვით ისეთი ადამიანი ჩამოვარო, აი რაღაცა სცენაზე, რაღაცამ დამიწერა ნეტა შენი თავდაჯერებულობა და ეგო მომცავ და ესეთი რაღაცები. რაღაცები. მაგ დროს როცა სცენაზე ადიხარ, იცვლები რადიკალურად? აი სცენაზე მყავს სხვა ადამიანი შექმნილი, რომელიც სცენისთვის არის და ცხოვრებაში მყავს საერთოდ სხვა ალექსანდრე. ოღონდ ეს თავის დაუნებურად მოდის, ხო? თავის დაუნებურად მოხდა სინამდვილეში. კი, იმიტომ რომ აი სცენაზე რომ გავდივარ, ყველანაირი კომპლექსი, ყველანაირი, აი თუ ნერვიულობა რამდენჯერ უკითხავთ, ნუ ეხლა იმდენად აღარ რამდენი წელია სცენაზე ვდგავარ, მაგრამ აი პატარაობაშიც რომ მეკითხებოდნენ, მეთქი აი სცენაზე სანამ გავალ, კითხო და როგორც ის სცენაზე ვარ, უკვე მეხსნება თქო ნერვიულობა და მაშინ ესე ვერ ვაანალიზებდი რომ რა არის, მაგრამ აი ახლა ასე რომ თქვათ, ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორ ადამიანად მაქვს ჩემი თავი დაყოფილი. ერთი არის ალექსანდრე ხელოვანი, რომელიც სცენაზე დგას და არის კიდე ეს მეორე მხარე, რომელიც არის ძალიან ჩაკეტილი, ძალიან თავის თავში აი არ ვიცი, გულჩათხრობილი. ხო, გულჩათხრობილი და ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ ისეთი რაღაცები რაც არ გელაპარაკია და ალბათ ეს იქნება, იმიტომ რომ ესეც შეიძლება აქვს, რომ ბოლომდე არავინ არ ვიცნობს სინამდვილეში, იმიტომ რომ აი მგონია, რომ იცნობენ იმ ადამიანს, ვინც არის აი ალექსანდრე ზაზარაშვილი, მომღერალი, რომელიც სცენაზეა, ყველაფერს აკეთებს, რომ აი რაღაც ძალიან მიზანდასახული, მაგრამ ამის გარდა მაქვს აი ეს რაღაც მეორე მხარე, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრებიც არ იცნობენ, იმდან აი მარტო მე რო ვიცი და გინდა რომ გააჩვენო არა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ისეთი ის არის, აი ფაქიზი თემა არის, მე ვინ ვარ და ანუ ძალიან გულჩათხრობილი ვარ რამ ხრივ, რომ აი სამყაროს თემები მაწუხებ ძალიან ბევრი, აი საერთო თემები, რაზეც შეიძლება რომ წესით არც უნდა ფიქრობდე, მით უმეტეს ჩემ ასაკში, რაღაც ესეთი რაღაცები, ძალიან ესეთი კითხვები მაქვს აი სამყაროზე. ხანდახან პირიქით ისე ვუყურებ ხოლმე, რომ აი დიდად ეს ადამიანური პრობლემები არაფრად არ მიმაჩნია ხოლმე ხანდახან ამ ალექსანდრეს, იმიტომ რომ წარმოვიდგენ რამდენად დიდი არის სამყარო თვითონ და რა პატარები ვართ ჩვენ. რამდენი ხანია რაც მაგაზე ფიქრი დაიწყე? ძალიან ადრე დაიწყე. ძალიან პატარაობიდან. არის რამე რისიც გეშინია ამ სამყაროში? ზუსტად მაგ იმ ანალიზიდან რომ რამხელა არის სამყარო და რა პატარები ვართ ჩვენ, რაღაცნაირად აი ბევრ რაღაცაზე არის ხოლმე რა მინახავს მაგალითად ჩემი ოჯახის წევრები პანიკაში ჩავარდნენ, აი ჩემს გარშემო ადამიანები რაღაცეს და ხშირად ვთქვამთ რომ რა იყო ანუ კარგ აქვს ამაზე გრძნობა არა ემოციურად უყურებ, მაგრამ აი ეგ ის მაქვს რომ აი ყველაფერს ხვდები ისე რომ იცი რა ეტყობა საჭირო იყო ეს ყველაფერი. რწმენასაც ვაბრალებ სხვათა შორის ძალიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი რწმენიდან გამომდინარე, აი მჯერავს და ტოქსიკური დავარქვათ, არარეალური დავარქვათ, მაგრამ მჯერავს რომ არაფერი ცუდი არ დამიმართება, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერც უყვარ. ძალიან მაგარია. უმაგრესი აი რამე საქმეს რომ დავიწყებ, ზუსტად ვიცი რომ გამომივა ეს საქმე, იმიტომ რომ ღმერთია ჩემს გვერდით. როდის ვარ მე ცუდად მაგალითად, მე ვარ ცუდად, როდესაც ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი არ ხდება. მეც. აი ეგ არის ერთადერთი აი ყველაზე ისეთი რამ რაც თითქმის არასდროს არ არის ეგეთი ეტაპი. და რატომ? იმიტომ რომ როგორც ეგეთი ეტაპი ჩნდება, ჩვენ მოვიგონებთ რაღაცას, ჩვენ მე თვითონ ვაკეთებ რაღაცას. ეხლა მაგალითად საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ ვგეგმავდი და ესე მომიწია რაღაცნაირად და საქართველოში რომ ჩამოდივარ ხოლმე უფრო ნელდება სამყარო ჩემთვის, იმიტომ რომ ამერიკაში მის ჩვეულებრივ დინის 6 საათზე ვიღვიძებ, ღამის 12 საათზე სახლში მივდივარ, 6 საათი მძინავს და ეს ჩემ ფუფუნება არის ჩვეულებრივ და აქ რო ჩამოდივარ რაღაც წყნარდები და სუფორიაქში ვარ ხოლმე რომ აი რაღაცა მგონია რომ რაღაცას ვაშავებ, რომ ეს დაწყნარებული ვარ და მეთქი რა გავაკეთო, მოდი გავაკეთო თბილისში კონცერტი და ხარო ჩავარდე. კი, მაგაზე მოგიყვებით. ანუ იმის თქვა მინდა რომ სულ რაღაც საქმეში მინდა რომ ვიყო და რამდენჯერაც აი მაგალითად ცოტა გაჩერების მომენტი შემოდის ცხოვრებაში. არის ხოლმე ენერგიულადაც ისედაც, რომ აი რაღაც არის მომენტი, რომ ცოტა არაფერი არ მუშაობს, არაფერი გამოდის, რაღაც ისეთი სიტუაციები და როგორც კი ესეთი რაღაც იწყება, მე თვითონ ვააქტიურებ ჩემ თავს, მე თვითონ გეგმავ რაღაცას, მე თვითონ ვიწყებ მოქმედებას და სამყარო უკვე მეხმარება და რაღაცნაირად ძლიერი ფსიქოლოგია გაქვს ეს მაგის ნიშანია და ძალიან ადრეულ ასაკში სწორად ფიქრობ იმისთვის, რომ განვითარდე კიდევ უფრო მეტად და ბევრ წარმატებას მიაღწიო და ეგ არის ძალიან მაგარი. აი ხა მომიყევი შენს ოჯახზე, მშობლებზე და მათ როლზე შენს ცხოვრებაში.
შენს დედიკოზე ჩემი მელაპარაკე, რომელიც მე ოჯახი. ძალიან მიყვარს. დედაჩემსაც ძალიან უყვარს. უხსნიდით ერთმანეთს. ნაი ემოციურობაზე დედაჩემზე ემოციური ადამიანი ალბათ არავინ არასდროს არ მინახავს. პირველი პერიოდი გაგიჭირდა ალბათ ხო განსაკუთრებით. ძალიან გამიჭირდა. მე რო ჩამოვიდა წლების შემდეგ და რო ვნახე, ეგეც ძალიან გამიჭირდა. სულ სხვანაირი ალექსანდრე რო დაბრუნდა, ფიზიკურადაც შეცვლილი. ფიზიკურადაც შეცვლილი. თავიდან აეროპორტში რო დავხვდი და ხელი მოუკიდე, აი ეს წვერი ქონდა უკვე ამოსული. და ძალიან ცუდად ვიყავი, ანუ ეგეც აი რაღაცნაირად ვიყავი, რომ ჩემი შვილი მაგალითად ჩემს გარეშე რო გაიზარდა ის დღეები, ის წლები, ვერ ხედავდი იმ ყველაფერს, რაც უნდა მენახა მაგალითად ალექსანდრეს იმ წლებში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე დავკარგეთ, აი ვერაფრით ვერ ვივსები. მაგალითად ეხა ხო ხშირად მოდის ის, მაგრამ მაინც აი იმ წლებზე ვნერვიულობ. რომ ხო არაფერი დავაკელე, მით უმეტეს ეხა ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ხოლმე ეს საუბარი. მეგობრები უფრო ხართ, ხო? დიახ. მე რა ვქო როგორც დედა. მართლა. რამეს რო ვეუბნები ხოლმე, ან მინდა დავარიგო ან რაღაცა, ხო იცინეს რა. მეცინება ხოლმე არ რაღაცა. შენ ჩემი დედა ხარო. ანუ იმდენად ისე გაგზარდა დედაჩემ, ანუ ძალიან მეგობრულად პატარაობიდან ყოველთვის მოდგომა ეგეთი იყო ხოლმე და აი რაღაცა ეს ოფიციალური არასოდეს არ ყოფილა კაცრი დედა არ ნამდვილად არ ყოფილა პირიქით, ანუ არავის არ გააბედინებდა, რომ კაცრად მოგდგომოდა. ყოველთვის ძალიან მეგობრული იყო და ეხა მე კიდე ხა მარტო რამდენი წელი ვიყავით, ეხა რომ ჩამოდიარ ხოლმე რაღაცას მე როგორ დედობს მეთქი გეგონება დედა. ხო, ეგრე დამცინია ხოლმე ნაიკოს და ალექსანდრეც და მეც გამეცინება ხოლმე ჩემ თავზე, რომ ანუ არ ვარ ისე მიჩვეული რაღაცა აი რამეზე ან გო ძალიან თბილი ხარ და ძალიან ემოციური ხარ მგონია. და ძალიან გრძნობი არე. ხო. დარდიანო, აი მასე აი მე თაია ხომ ელაპარაკება და კიკი ხურებზე ნერვიულა. მოდი ახლა უთხრათ მაყურებელს რაზე ნერვიულობ. რა ხდება მითხარი შენს ოჯახში? აი შენერვიულო შვილი. ჩემი ერთი შეძენილი შვილი არის პრობლემის წინაშე, რომელსაც გაუკეთე კიკინები, არის ძალიან ავი და ვერ ვხსნი. დღეს გქონდა დაბადების. აი დღეს გქონდა დაბადების დღე, ხლა თუ ეს ვერანაირად ვეღარ ვხსნი კი. აი მე. ხო, და ნუ მოკლედ ესეთ სერიოზული პრობლემაა. ესეც კი, ჩემთვის ნამდვილად. წარმომიდგენია ახლა კიკის ყურებზე რო ესე ნერვიულობ ალექსანდრეს სცენაზე რა დღეში იქნებოდი. აი ყველაფერს გრძნობ ხოლმე ალექსანდრეს, აი სულ ყველაფერს. მეც არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ყოველთვის აი კონკურსებზე რო გამოდიოდა ხოლმე, ან რაღაცა აი წინასწარ ყველაფერს გრძნობდი და მივწერდი ხოლმე. აი ეხლა შენ გამოდიხარ სცენაზე და ანუ ალექსანდრე ვერ ხვდებოდა, ანუ ეს საიდან ვიცოდი, მაგრამ ესეთი შინაგანი გრძნობა მოყავს ხოლმე ყოველთვის კავშირი. ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გულში ყველაზე დიდი ადგილი ჩემს ოჯახს უკავია, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი ოჯახის გარეშე მე არ ვიქნებოდი არავინ. საერთოდ არ იქნებოდი? საერთოდ არ ვიქნებოდი და მე არ ვიქნებოდი არავინ. და არ ვიცი, ძალიან დაჯილდოვებული ვარ ღმერთისგან, რომ მყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მე მყავს. აი ეს საძირკველი მომცა ჩემო ოჯახმა იმ სითბოს და სიყვარულის, რაც მე სადაც არ უნდა ვიყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყოველთვის დამყვება და რაღაცა მადლიანი ოჯახი არის რა, თავიდან ბოლომდე. ამერიკაში მაინც ისე ვარ ხოლმე, რომ ყველაფერი ჩემზე არის. მე გავჩერდები, ყველაფერი ჩერდება. რამე პრობლემა, მე ვარ ყველაფრის წინ მარტოს. პასუხისმგებლობები ყველაფერი ჩემზე არის და აქ რო ჩამოვედი და აი რაღაც პრობლემა შემექმნა და აი დედაჩემი რომ მეუბნება რომ აი მიდი დემე შენს გვერდით ვარ და სულ რომ ვერაფერი ვერ გამიკეთოს, მაგალითად სულ რომ ისეთი პრობლემა იყოს, რომ აი მაინც მე მიწევდეს, რომ იცი რომ ადამიანი გეუბნება, რომ იცი რა მე შენს გვერდით ვარ, ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცაა და თან დედა რო გეუბნება კი და აი ესეთი არის დედაჩემი რომ მართლა ვიცი რომ დამჭირდეს მთელ სოფლიოს გადადგავს და თან ისეთი ცეცხლი არის რა და ყველაფერს გააკეთებს რაც გასაკეთებელია და ძალიან დიდი იმედი და სიძლიერე მოდის დედაჩემისგან და ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი და პირველად აი მაგ ჩამოსვლის მერე რომ წავედი მახსოვს პირველი დღე მქონდა ამერიკაში.
პირველი დღე მქონდა ამერიკაში და აი რაღაც ძალიან დასტრესილი ვიყავი და გავედი ან როგორც კი ვსტრესები ეგრევე გავდივარ ავტომატურად სასეინოდ და ძალიან ბევრს დავდივარ და ვფიქრობ მუსიკას უსმენ და ესეთი ის მქონდა და ჩვენ როგორც აი ეს სკამი მაქვს გარეთ ხა აივანზე არის და ზუსტად ეგეთი დავინახე სხვა იმაში რა ქვია სხვა ეზოში და უცბად გამახსენდა დამიტრიალდა ყველაფერი თან მოწყობილი მქონდა ეს ემოციები და აი დავიწყე ტირილი და ვერ ვიგებდი რატო ვტიროდი თან ისეთი ტიპი ვარ რომ ანუ ყველა ღმერთო ყველა კარგად დამყოფი მაგრამ შეიძლება რაღაც ახლობელი გარდაიცვალოს რაღაცა ცრემლი ვერ გადმოვაგდო და არ ტირი ხარ თუ ვერ ტირი ხარ? ვერ ვტირი, აი მინდა შინაგანად რაღაც ცრემლებიც მომადგება, მაგრამ აი არ გადმოდის. აი კაცი ხარ და არ უნდა არა, მსგავსი პირიქით ჩემი აზრით ტრილინგი და ცრემლები და ამ ყველაფრის გამოშვა სიზუსტის კი არა, სიძლიერის ნიშანია, რომ შენი ემოციების გამოხატვა შეგიძლია თავისუფლად. მგონია რომ აი ესე შემიძლია უქნა და ჩემი ემოციები საერთოდ გავთიშო. ეგეთი მომენტიც მქონია. ხო და აი ზუსტად ეგ მომენტი იყო, როცა დავინახე ეს ჩვეულებრივი რაღაც საქანაო სკამი და უცბად გამახსენდა ეს ყველაფერი, რომ აი დედაჩემი რომ მეუბნეოდა, სანამ წამოვედი, აქ ვიყავი და მეუბნება, რომ აი დედა რაცა უნდა დაგჭირდეს შენს გვერდით თუ არა, ანუ აზრი არ აქვს ამ დისტანციას რაღაც და ეს ყველაფერი უცბად გამახსენდა, მომაწვა და აი ჩავიჩოქე იქვე და რაღაცნაირად ცუდად გავხდი, ვიტირე მომეშვა ავდექი და მეთქი ვსო. ანუ ამაზე აღარაფერზე აღარ ვიფიქრებ და ყოველგვარი ემოციების და მსგავსი რაღაცების გარეშე მე გავაგზავნებ ჩემს ცხოვრებას, ჩემს მიზანს და გავაკეთებ ის, რაც გასაკეთებელი მაქვს. იმდენი რაღაც გამოვიარე ამ ასაკში, ჯერ 19 წლის ვარ, მაგრამ იმდენი რაღაც მაქვს უკვე გამოვლილი, რომ ჩემი ემოციების გაკონტროლება უკვე არ მიჭირს და ვიცი. და მართლაც ისწავლე. კი, მართლაც ისწავლე. აი ეს გზა წარმატებამდე როგორი იყო? აქამდე როგორ მიხვედი, ვინ გეხმარებოდა ამაში? ბულგარეთი, რაზეც ვისაუბრე, მაგ კონკურსზე გრიგოლ ჟღენტი იყო ერთ-ერთი პროდიუსერი. და როდესაც გავიმარჯვე ამ პროექტში, მამა ჩემი მახდა და ძალიან დავმეგობრდით რაღაც მე საქართველოში რომ ჩამოვიდა ჩვენთან ოჯახში მოვიდა და იცოდა რომ ქართულ პროექტებში გამოვდიოდი და დიდი ბევრი გულის გაცრუებები მქონდა ამ პროექტებში და რაღაცნაირად მინდოდა რომ არ გავჩერებული ვიყავი და რამე სხვა მეცადა თან ვოისი იყო ბავშვობიდან ჩემი ოცნება და საქართველოში არ ტარდებოდა ვოისი და უთხარი რომ უკრაინაში ცხოვრობს გრიგოლ ჟღენტი და უთხარი რომ მეთქი იქნებ როგორღაც უკრაინის ვოისში რამენაირად მოხვდე და როდესაც კასტინგები დაიწყო და უკავშირდა ჩემებს წამიყვანეს ერთი დღით უკრაინაში ჩავედით კასტინგზე მივედი რა ვიცი ძალიან დიდი რიგი იყო სამი პროდიუსერი იდგა ეს რაღაც ძალიან ესე ოფიციალურად შემიყვანეს და მიკითხეს რომ რა სიმღერას იმღერებოდა რა სიმღერას მინდოდა რომ შემესრულებინა თითქმის არ ვთქვი ის სიმღერა იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი რომ საქართველოში არ მაძლევდნენ ხოლმე საშუალებას რომ ეგეთი ძლიერი სიმღერები მეთქვა მეთქი ახლა აქაც რატო იყო ეს აი არ ვიცი ყოველთვის მე პირადად ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ადამიანები იყვნენ რომელსაც არ უნდათ რომ მე ჩემი ძალების მაქსიმუმი გამომეჩინა რა მიზეზით ეს უკვე ეს ეჭვები გქონდა? ეჭვები კი არა, ანუ ძალიან აშკარა იყო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რამდენჯერ მიტირია სიმღერებზე, რომ აი არ მინდა ეს სიმღერა არ არის ჩემი, ანუ არანაირი, ანუ ბიჭი ძალიან იშვიათობა იყო, რაც მე მქონდა, რომ ბიჭს ასეთ მაღალ რეგისტრში შეეძლო სიმღერა და სელინ დიონის სიმღერები და ლარა ფაბიანის სიმღერები შეესრულებინა ტონალობებით აწეული კიდევ. და ანუ როდესაც გაძლევენ ისეთ სიმღერებს, რომლებიც საერთოდ ანუ ამ ყველაფერს შენ ორიგინალობას, უნიკალურობას არ აჩვენებს, ანუ იქ ფაქტია, რომ რაღაც არასწორად ხდება და დაეუბნებოდი? ხშირად სულ პრობლემები გქონდა მაგას. ნუ ესეა და ეს უნდა გააკეთო პროექტის წესია ეს. და ესე გადაწყვეტეს პროდიუსერმა და იგი იყო უბრალოდ მათი ახსნა. ხო და რამის თვითონ ვოიშიც ეგ უთხარი, ანუ რამის უთხარი, რომ რამე სხვა სიმღერა ცოტა ისეთი, რომ რაღაც საშუალო დონის რომ იმღერა და მეთქი კაი რა მიდის, ჩემი რა მიდის, მაინც ვიტყვი და თუ მომღერეს და უთხარი all by myself და ეგრევე მივაყოლე სხვა სიმღერებიც და როგორც კი all by myself უთხარი, all by myself ბიჭმა რაღაც გაიკვირვეს და კარგი მოდი აბა ჩავრთოთ და რაღაც ეს დავიწყე ამის სიმღერა და ეგრევე გამაჩერეს, როგორც კი მივედი რაღაც ყველაზე ისეთ მომენტზე და გამაჩერეს და ეგრევე მითხრეს, ოკეი, ხო ფსიქოლოგთან შეხვალო. შემიშვეს ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგი გამოსაუბრა. რამდენი წლის ხარ? 11-ის.
ფსიქოლოგი გამესაუბრა, ალბათ კი არ ანალიზი გააკეთა, რამდენად სად ვიყავი პროექტისთვის, როგორც კი მაგისგან გამოვედი და დასკვნა მიიღეს რაღაც, მე დაგვიკავშირდნენ, ჩავედი პირველ ტურზე ბრმა კასტინგზე და ამ ბრმა კასტინგის გადაღების შემდეგ უკვე მახსოვს ის დილა, როდესაც ჩემი voice-ის ბრმა კასტინგი დაიდო, უკრაინაში გამოვიდა, საქართველოში ვიყავი მე მაშინ და თენდება დილა და ყველა ის მომღერლები, ეს ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი, ძალიან მიყვარდა, ყველას გაზიარებული აქვს ეს ჩემი voice-ის marketing-ის ვიდეოები, პლუს ტელევიზიები აზიარებენ, ხალხი მირეკავს, რომ გადაცემებში უნდა მივიდე და ანუ მეთქი რა ხდება, ну, ცბად ვერ მივხვდი, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ხო, ანუ ძალიან იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ახალი იყო ჩემთვის, ამასთან ერთად იყო ისეთი რამ, რასაც ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის ველოდი. ანუ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მოვიდოდა და რაღაცნაირად რა თქვა, რომ აი ძალიან დაუჯერებელი იყო თქო, ეგრე არ იყო. იმის და მიუხედავად, რომ არ მოველოდებოდი, რომ ესე ერთ დღეში ასეთი გამოხმაურება შესაძლებელი თუ იყო საერთოდ, რომ მოყოლნიყო და რა ვიცი, პირველ რამოდენიმე დღეში უკვე მილიონი ნახვა ქონდა და ეს ჩემთვის იყო, არ ვიცი, წარმოუდგენელი წარმატება. აი რა შეცვალა მაგ წარმატებაში? ყველაფერი აბსოლუტურად voice-მა და ამ წარმატებამ ჩემი ცხოვრება ყველა გრადუსით დაატრიალა. გენაცვალე. შენთვის მე ძალიან ძვირფასი გახდა ალბათ უკრაინა, ხო? კი, ძალიან უკრაინას, არ ვიცი, უკრაინელი ხალხი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ voice-ის გარდა, ну, ჯერ უკრაინელმა ხალხმა მომცამე ხმა და ხალხის გადაწყვეტილებით გავიმარჯვე. და ეს ძალიან დიდი რაღაც არის, რომ არა უკრაინელს ამ ხელა მასშტაბიან ქვეყანაში რომ მისეს არა უკრაინელს ხმა და გავიმარჯვე მე. სამივე ჩაკიდული გვაქვს ხელები, ну ის გავიგე რომ SMS-ები შემოვიდაო და ის გამოაცხადეს, რომ ძალიან პატარა განსხვავებით, რომ გამოვაცხადებთ ვინ გაიმარჯვა და როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გავიგე, აი არ ვიცი, ყველაფერი დატრიალდა ეს ადამიანების ნალაპარაკებები, ანუ ყველანაირი მოლოდინი საერთოდ ტვინში უცბად რა მოხდა, ვერ გავიგე და რაღაცნაირად აი დაუჯერებლობისგან აი ჩავიკეცე და ხტუნაობა დავიწყე, მონაწილეები გამოვარდნენ, ყველა მეხუტებოდნენ და საერთოდ წესით გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს გამარჯვების სიმღერა ახლიდან. მაგრამ მე იმდენად ემოციურად შოკში ვიყავი, რადგან არ მოველოდებოდი გამარჯვებას, რომ არც არავინ არც კი გაბედა რომ ეთხოვა, რომ იცი რა მოხდა. არა. იმიტომ რომ ვიცოდნენ, რომ ვერ შევასრულებდი ფიზიკურად, ემოციურად იმდენად აჟიტირებული ვიყავი, საერთოდ ვეღარც ვლაპარაკობდი, ანუ არ ვიცოდი რა ხდებოდა. ერთადერთი ვუყურებდი პირდაპირ იყო მონიტორი, სადაც ეწერა ალექსანდრე ზაზარაშვილი და ჩემი ფოტო იყო როგორც გამარჯვებული. ალბათ ერთი კვირა გათიშული ვიყავი. ხო მე და უკრაინა მაგის მერე დაბლა წავედით, მაგრამ მე ხა ისევ ავდნავ. ხა ისევ დიხარც. კი. დავა უკრაინაც. კი, ღმერთის წყალობით. voice-ის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ხმის მუტაცია. ხმის შეცვლა, რომელსაც დაწყებამდე დიდი ხნით ადრე უკვე ველოდი, იმიტომ რომ სულ ეგ მესმოდა რომ მუტაცია რო დაიწყება, ვნახოთ როგორი ხმა დარჩება და ვნახოთ ისევ თუ დარჩება მაღალი ნოტები. რთული მომენტი იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, როგორი ხმა დამრჩებოდა, ძალიან შემეშინდა, თან ამ პერიოდში მომიწია ამერიკაში წასვლა.
დაიწყო COVID-ი, ჩავრჩი იქ, იმიტომ რომ რაღაც გადაიდო. აი ეგ გაზაც მაინტერესებს. ხო, აი ამერიკაში. რუისიდან ამერიკამდე. კონკურსში მივიღე მონაწილეობა სახელად გზა კარნეგი ჰოლისკენ. დავით ღუნიანიძემ გააკეთა ასეთი კონკურსი კლასიკური მუსიკის. კლასიკური სიმღერა გავიტანე და დაფინანსებით წავედი, სრული დაფინანსებით წავედი ამერიკაში კარნეგი ჰოლში, ჩაატარეს გამარჯვებული კონკურსანტების კონცერტი. და მე უკვე მეორედ როცა წავედი უკვე სხვა პროექტისთვის და დარჩენა როცა მომიწია ამერიკაში. ეს იყო 2020 წელი, უკვე ვარ დაახლოებით 13 წლის გავხდი იქ და დაიწყო ხმის შეცვლა, დაიწყო COVID-ი. და ასე რომ ვთქვათ, აი ყველაფერი გაჩერდა, აი რაღაც ამხელა წარმატების შემდეგ, აი ხაც როგორ ვლაპარაკობდი რამხელა ემოციებში ვიყავი და ანუ გრძნობი ყველაფერს, ხა ერთად გავიარეთ ჩვენი ყველაფერი და უცბად ყველაფერი იყინება, სამყაროც იყინება თვითონ, იმიტომ რომ COVID-ი არის დაწყებული და ფაქტობრივად ყველაფერი გადაიდო. ორმოზია, ანუ კი, ზუსტად. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იყო ამ ზენიტში გაქნენ, გაუჩინარდნენ, იმიტომ რომ არის ალექსანდრე აღარ ვიყავი, ვინც უნდათ რომ ყოფილიყავი. დაახლოებით 2-3 წელი დაჭირდა ჩემ ხმას რომ რაღაცნაირად და როგორ იყავით ეს 2-3 წელი? მამასთან ერთად წავედით? მამასთან ერთად წავედი კი ამერიკაში, მე და მამა ჩემი ვიყავით, თან საბუთებზე შევიტანე განცხადება, იმიტომ რომ ჩემს ვიზას ვადა გადიოდა და როცა საბუთებზე შეგაქვს უკვე განცხადება, სანამ პასუხი არ მოგივა, უკან დაბრუნება არ შეგიძლია, ეს პასუხის მასვლა გაიწელა რამოდენიმე წელი და ნუ ასე შემოვრჩით. სკოლაში დავიწყე ამერიკაში სიარული, ოღონდ online homeschooling-ი მაქვს გავლილი. ქართული ვიყავი, უკვე სწავლებაზე გადავერთე, მუსიკას მაინც ვუსმენდი, მაგრამ სიმღერით არ მღეროდი. მაინც რაღაცას ჩემთვის, ანუ სრულიად გაჩერება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ხმა შეიძლება დაგიჯდეს და საერთოდ ვეღარ ამუშავა. ამიტომ სადამდეც შემეძლო, რომ ხმა არ დამეზიანებინა და არ დამეტვირთა ზედმეტად, იქამდე ვარჯიშობდი ხოლმე. ხო და მერე უკვე ამ პერიოდის მერე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ვოკალის პედაგოგი შეროლ პორტერი, რომელსაც არ ვიცი მთელი მსოფლიო იცნობს, რასაც ქვენ ნომერ პირველ ვოკალ კოუჩად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში და გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მაშინ როდესაც აი ფაქტიურად იმედი გადაწურული მქონდა. მე მივწერე მესიჯი, რომ მეთქი აი ძალიან დიდი ოცნებაა ჩემი, რომ ერთხელ მაინც თქვენთან გაკვეთილი ჩავიტარო, თან ასეთ პერიოდში ვიყავი, რომ ხალხი შემომეცალა, ვერავინ რჩევას სწორს ვერ მაძლევდა, გარდა დამცირებისა და რაღაც ანუ ისეთი კომენტარების, რომ აი თან ბავშვი ხარ? თან ბავშვი ვარ 13 წლის. თან დედისგან შორს ხარ, ვინც ოჯახის გარეშე. ოჯახისგან. და შეროლს როცა მივწერე, რომ აი თქვენი დახმარება მჭირდება, რომ იქნება ერთი გაკვეთილი, მაინც როგორღაც აი რამენაირად მოახერხოთ online. როგორც კი მესიჯი გაუგზავნე, დავიძინე ეგრევე და ვიღვიძებ და მწერს, რომ მე შენი ფანი ვარ, ამით იწყება მესიჯი. რამდენ ადამიანს აქვს შენი ვიდეო გამოგზავნილი და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ შენთან ერთად ვიდეო გამეკეთებინა. გამოვალ შევა, რომ მართალია თუ არა ვერ ხვდები და ვურეკავ მამა ჩემს. სიზმარში ხარ თუ არა საკუთარ ხელს არ ხო, ეგრე ვარ და ვურეკავ მამა ჩემს, რომ მეთქი ანუ ხო გახსოვს რომ გითხარი რომ მივწერეთ ხო და არ მითხრა პასუხი გაგცა და მეთქი კი პასუხი და გამცა. და ამ სიხარულის მე რაღაცნაირად ისევ დავიგრუზე ესე თუდად რა ვთქვა, რა დავისტრესე ისევ, იმიტომ რომ ის არის ფანი იმ ალექსანდრესი, ვინც ვიყავი 12 წლის ვოისის გამარჯვებულის და არა იმის არ იცის ახლა რა მდგომარეობაში ვარ და ვწერო, მოდი მე ვიდეოს გამოგიგზავნით ჩემი ახანდელი ნამღერის და თუ კიდევ გექნებათ სურვილი, იმიტომ რომ ესეთ და ესეთ პერიოდს გავდივარ და უკვე აღარ ველოდები ფაქტიურად მის პასუხს რა მეთქი არა უშავს, აი ხო იყო, ანუ ესეთი პასუხი მივიღე, ამაზეც მადლობენი ვარ და თვალით მირეკავს. და რაღაც შოკში ვარ ახლა შეროლ პორტერი თვალით მირეკავს, ღმერთო ჩემო, რა ხდება ჩემს თავს. და იწყებს ლაპარაკს იმით, რომ აღარასდროს აღარ თქვა, რომ ხმა დავკარგე, ან ხმა შემეცვალა უარესობისკენ, ამ მსგავსი რამე. მითხრა, რომ მე ჩამოფრინდები ნიუ-იორკში, იმ პერიოდში შიკაგოში იყო და ჩავატაროთ გაკვეთილი და თან გადავიღოთ. ეხლა ვფიქრობ, რომ ანუ ამას რამდენი ფული უნდა მისცე, რომ შენთან ვიდეო გადაიღოს. ეხლა ვეუბნები, რომ ანუ მეთქი ანუ დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ფინანსურ მხარეს თუ არის ამაში, რომ ანუ იმიტომ რომ ფიზიკურად ეხლა ვერ გაწვდებოდნენ ჩემები მაგასთან.
რო გადაეხადათ და ეგეთ თემი და არა რა სისულელია ეგეც კი არ ახსენო ეს ჩემი სურვილია მე მინდა გავაკეთო და ყველაფერს მე თვითონ ვიწევ გადმოფრინდა სასტუმრო თვითონ აიღო მიმიყვანა მომეცადინა ვიდეო გააკეთა და იმდენად დავახლოვდით ამ ყველაფრის მე და იმდენად რაღაცნაირად ახლოს მივედით ერთმანეთის სულთან ასე რომ ვთქვათ რომ ძალიან შეუყვარდი და დღემდე აი ვინმე რო კითხავს აი ვინ არის ალექსანდრე პირდაპირ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე გეტყვის რომ ჩემი შვილია და ბევრჯერ აქვს ეგნა თქვამი რომ აი მართლა შვილი არ ყავს და აი მართლა იმდენად მიყვარხარ რომ რაღაც ეგრე გთვლი და აი ისედაც აი მხელა სიტყვა ყოველ მაგალითად შობას ერთად ხვდებით ამერიკაში და არ ვიცი რამე ახალი რო ხდება რამე კარგი რო ხდება პირველი მე მას ურეკავს მე მირეკავს და ყოველთვის ასე რომ ვთქვათ ასეთ კონტაქტში ვართ და სიყვარულს და ბედნიერებას ვუზიარებთ ერთმანეთს. თვლი რომ იღბლიანი ადამიანი ხარ? კი. იმიტომ რომ ამერიკაშიც ყავს დედა და საქართველოშიც არაჩვეულებრივი. მთელი ეს პერიოდი ეს ადამიანი შენს გვერდით იყო. კი. მთელი ეს პერიოდი და დღემდე და სულ თვალს ადევნებს მოკლედ ყველა შენს აქტივობას. ყოველთვის კი, ანუ ვერ გავფხაკუნდები ასე რომ ვთქვათ. დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია ამ გადაცემასაც უყუროს და კი, ყოველთვის უგზავნი ხო. ეს გადაცემა არის გათვლილი ქართულ აუდიტორიაზე, მაგრამ შეიძლება ვერც გაიგოს ახლა რომ ჩვენ მასზე ამდენ შენ მასზე ამდენი ესაუბრე და ყოველთვის შეომნე ხომ ეხა იმ აქ ვიყავი და მაგათაც შენზე ვილაპარაკე და ფოტოს ვუგზავნი ხომ და ეგრე იქნება ამას. ახლა პირდაპირ უთხარი და დაელაპარაკე მისთვის გასაგებ ენაზე. Okay. Hi Cheryl. So today having this talk show that I'm doing and I was just talking about you. I know how busy you always are and how you're achieving your goals alongside with me, achieving my own goals and we just want to say hi and we just want to say thank you so much for not giving up on me and always standing by my side and we love you a lot. Can't wait to see you in Georgia though. ძალიან კარგია და რომ ჩამოვა აუცილებლად მოგვეცი აუცილებლად კი გითხარი დასასრულში მეთქი ერთსო საქართველოში შევხვდეთ. კი და შენ გინდა გეგმავ ამას ხო დიდი ხანია რომ ორივე დედა ერთმანეთში ახვედა. კი ძალიან ანუ მინდა რომ როცა ჩამოვა ქართულ ხალხსაც გაუზია რომ ეს ამბავი და რაღაც საინტერესო დავგეგმოთ აუცილებლად მინდა რომ გემოდა მისი მასტერ კლასი გავაკეთოთ ერთად ან ჩემს სოლო კონცერტებს დაემთხვას. რამე ასეთი მინდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა დროის გამო რომ რადგან ასეთ დაკავებულია რომ მაგდენი ხნით ჩამოვიდეს ის მითხრა რომ ანუ წელსო 2026 წელს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რომ საქართველოში შენთან ჩამოვიდე და შენს ოჯახში მოვიდე. მინდა ვნახო სად გაიზარდე და როგორ გაიზარდე და შენი ოჯახის წევრებიო ასე რომ ძალიან კარგია როდესაც ესეთ ადამიანს შეხვდები ზოგადად და როცა ესეთ ადამიანს შეხვდები და თან პლუს თავის საქმის პროფესიონალია რომელიც შენ დაგეხმარება კიდევ უფრო საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ხარ. აი ხა უახლოესი დღეების გრანდიოზული გეგმების შესახებ მომიყევი. ჩემი საყვარელი თემა არის იმიტომ რომ ერთი სუნი მაქვს შევხვდე ჩემს საყვარელ მხარდამჭერებს თბილისში, საქართველოში. ერთი სიტყვით 10 მაისს იქნება ჩემი სოლო კონცერტი თბილისში, ვახტანგ სალაძის საკონცერტო დარბაზში და ეს სულ მაქვს რომ ყველას მოვეფერო და რაც შეეხება კონცერტს, სად შეიძლება და როგორ ბილეთები რა შეიძლება? ბილეთების შეძენა შესაძლებელია TicketJet-ზე და ეს იქნება კონცერტი, არა მხოლოდ ანუ არ არის ესეთი კონცერტი, სადაც გამოდივარ ვიმღერებ და გავალ, ეს არის კონცერტი, თვითონ მთლიანი ისტორია, თეატრალური დადგმასავით არის, იმიტომ რომ დოკუმენტარულად არის აწყობილი ეს ჩემი ცხოვრების ეს ყველაფერი გზა რაც გამოვიარე და ძალიან მინდა რომ ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია რომელიც ოცნებობს და არ იცის რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი და რამდენად შესაძლებელია რომ ეს განხორციელებადია და ჩემი აზრით ძალიან მოტივაციის მომცემი კონცერტია და მინდა რომ ბევრი ახალგაზრდა დაესწროს რომ იმათმაც დაინახონ რომ იცი რა ბევრი რაღაც შესაძლებელია რაც შეუძლებელი ჩანს. კონცერტი იმისთვის რომ მიხვიდე მოისმინოს იმ ხო, ეს არ არის ნამდვილად. ეს არის აი მოგზაურობ ჩემთან ერთად და გადიხარ იმ გზებს, რაც მე გამოვიარე და თან იღებ სიამოვნებას, ამასთან ერთად არის ძალიან ბევრი ესეთი მხიარული სიმღერებიც დასასრულისკენ, სადაც რა ვიცი, ხალხთან ერთად ვმღერით და მოკლედ ძალიან სასიამოვნო საღამო იქნება და მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ამ კონცერტზე. აქვს მნიშვნელობა აუდიტორიას ვინ გესწრება? ძალიან დიდი აუდიტორიის ორივეგანთანაბრა. აქ უფრო ნერვიულობ, ოღონდ ვერ ამიხსნია რატო ნერვიულობ. მაინც ალბათ, მაინც არ ვიცი, მაინც საქართველო, მაინც ჩემი ქვეყანაა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ აი ამერიკაში ბევრად გავრისკავდი რაღაცებს. როგორ დაამთავრებდი ამ ინტერვიუს?
რა ფრაზით? გადაცემას ქვია შენი ამბავი. შორიდან რო უყურებ ყველაფერს, სიღრმეში რო შეხვიდე, ყველას სხვადასხვა ისტორია აქვს. ყველას თავისი ამბავი აქვს და ყველა ამბავი ერთნაირად საინტერესოა. ნებისმიერი ადამიანი დაისვი და მისი ცხოვრება, მისი ამბავი არის საინტერესო. რომ ნებისმიერი, აი ხა რომ გავიდეთ და მომიყვანო და დამისვა, იგივე ინტერესით სულ რო არაფერი არ ვიცოდე, ბევრ საინტერესო სიღრმეს ვიპოვე მასში, კი ესე. და იმის თქმა მინდა რომ იგივენაირად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ამბავი. არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად მარტო გრძნობენ თავს და მინდა იცოდნენ, რომ შენი ამბავი მნიშვნელოვანია. იცი რა მითხარი, ახლა შენ ვინც გქრაშავს, აი იმათთვის მინდა ერთი ინფორმაციაც გაამხილო. ხარ თუ არა, არის თუ არა შენი ფილოსოფიური გულისული და გონება დაკავებული? კი. კი? ანუ რაღაცები ვიცი ბოლოსკენ და ის მოხდა, ისე წავიდა, ისე ვის ადამიანია არა. არა? თუ რა მალე? არა, ვიცი მაგრამ. არა. აბა მალე მოხდა ეს სადღაც. მალე რატო ერთი წელი გავიდა? ძალიან ცუდად ჩამოვარ. ძალიან ცუდად ჩამარიხა. ეს გოგო ქართველია? კი, საქართველოში ცხოვრობს. მაგასაც უკავშირდება ეს სწრაფად ჩასოწამოსული ასევე. ძალიან კარგი. აბა ბედნიერებას გისურვებ, წარმატებებს გისურვებ. ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ იქნებოდა, იმიტომ რომ ხარ ძალიან გულწრფელი. ჩემთვისაც დავამატებ იმას, რომ რა ვიცი, 3 წლიდანაც ინტერვიუებზე ვარანამყოფი, ეს იყო ჩემთვისაც ერთ-ერთი კი არა ყველაზე საინტერესო ინტერვიუ და მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. და ბოლოს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემი გადაცემის დღევანდელ წარმდგენს ესპანურ-ინგლისური ენების აკადემია SEAS. და ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დღევანდელი ჩემი გადაცემის მხარდამჭერს გეშტალტ ფსიქოთერაპევტ იანა სალამაშვილს.